აქეთ მარტო ხელა დედა არის 4 შვილი ყავს და მოკლედ ერთ ამბავში არის საცუდავი ქალი. მესმის რომ უკანონო დაიღო ეს ყველაფერი, მაგრამ რაკნას ახლა უკანონოდ რას ქვია, ეს მიწა ყველასია. სახელმწიფო ჩვენთვის არის, ჩვენთვის ბრძოლობს, ჩვენთვის შრომობს. თუ ჩვენ რომლებიც ქუჩაში გძინავს, მათ საჭერი არ გვექნება და რაღაცა ორი რუკლა საჭმელი. თან ის ქალი იძახის, რომ არ მინდაო სახლი და რაღაცეებიო. უბრალოდ ხილი მაინცო რომ იყოს და ბოსტანი რომ გავაკეთო. და ეს ბოსტანი რომ ბავშვს პამიდორი და გიტრი აჭამოს, ამის გამო ეხლა ეს ყველაფერი დაუშალო, დაუღო და ჯარიმა 50,000 გამოუწერო, ეს მე მგონი უსამართლობაა და სახელმწიფო ჩვენთვის უნდა იყოს, ჩვენთვის უნდა მუშაობდეს. ჩვენ კიდე ჩვენი ქვეყნისთვის უნდა ვიყოთ ყველა ერთად და რა არ ვიცი, მართლა არ ვიცი რა ვთქვა. რაც მე პირადად დარიკო შარანგია ლაპარაკობ ხარ. მე პირადად რამდენი ბრძოლა მაქვს გავლილი სახელმწიფო სტრუქტურებთან, მერიასთან, ბატონ კახიკალაძესთან. მე ყველა ძალიან დიდ პატივს ვცემ მათ, მაგრამ როგორც საქმესთან რომ მივიდეს, ხო? არც ერთ მათგანი არ დადგა ამ ბავშვების გვერდით, სოციალურად დაუცველი ბავშვების გვერდით. ძალიან ბევრი განცხადება მაქვს დატოვებული მერიაში, თუ ვისაც უნდა იმან გადაამოწმოს. ვის არ მივმართე კულტურის სამინისტროს, მერიას, განათლების სამინისტროს, ადამიანი არ ყავს დატოვებული, თუ ვინმე ძალაუფლება აქვს. მაინც და მაინც ნაცნობობა და მაინც და მაინც ნათესაობა და მაინც და მაინც აი ეს რაღაცები როდის უნდა მოიშალოს საქართველოში? და ხომ შეიძლება რომ ამ ბავშვებისთვის მე ვითხოვდი უბრალოდ 100 კვადრატულს, რომ ბავშვები მოსულიყვნენ ესწავლათ და განათლება მიეღოთ. რომ ისევ ხელგაშორილი სახელმწიფოს არ მიმართონ, რომ 18 წელს დაამთავრებენ, 18 წლის შესრულების შემდეგ და ისევ სოციალურად დაუცველი სტატუსი არ ქონოდათ და ისევ არ ემათხოვრათ. ხო შეიძლება ეს განათლება მიაღებიო ამ ბავშვებს, არ აქვს საშუალება ხო განათლება მიიღონ. მიაღებიე განათლება ადამიანო, ხო გაქვს ამის საშუალება, აი რამხელა მიწა არის თავისუფალი. ხო შეიძლება აი აქ რაღაც გააკეთო ისეთი, რომ ამ ბავშვებისთვის რაღაც სასარგებლო იყოს. მე არაფერს არ ვითხოვ, არარეალურს და ზედმეტს და რაღაც არც არავის ღმერთმა შორის არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ. ღმერთმა დალოცეს ყოველი სულიერი ადამიანი და ყველა სულიერი. მაგრამ ცოტა ერთმანეთს ხელი გაუმართოთ, რომ საქართველო ცოტა უფრო ძლიერი იყოს. და არ ვიყოთ ასე სხვისი მანიკენები და სხვის სამართავები. სანამდე უნდა ვიყოთ სხვისი სამართავები. ჩვენ რა, განა ცოტა ნიჭიერი ბავშვი ყავს? რამდენი ფონდი არსებობს, აი რამდენი ფონდი. მაგრამ მაინც არაა საკმარისი. მაინც არსებობს კი ბევრი ისეთი სასწავლო ადგილები არის, სადაც იღებენ სოციალურად დაუცველებს ნახევარფასად ან ზოგს უფასოდ. მაგრამ არ ყოფნის. ეს იმიტომ ვიცი, რომ ჩემთან მოდის ეს მშობლები ყველა და მე ვიცი რამდენი მოდის ჩემთან თხოვნით, რომ ჩემ შვილს ეს ამის ნიჭი აქვს და არა მაქვს იმის საშუალება და რა გავაკეთო. ყველა ამ ადამიანის ოჯახში ვარ მისული. ყველა ამ ადამიანს პირისპირ ვესაუბრე და ვიცი, რომ ნამდვილად, რეალურად უჭირთ ამ ხალხს და მართლა არიან ძალიან ნიჭიერი ბავშვები ჩვენ საქართველოში და არ აქვთ იმის საშუალება, რომ მიიღონ ის განათლება, რაც ეკუთვნით და რაც უნდა მიიღონ. რა არის? აი რამხელა მიწა. მე ესეც თავისუფალი ვიყო ეს მიწა მართლა არ მეგონა. ხო დგას ეს მიწა აი ასე ტყუილ უბრალოდ ცარიელ-ტარიელი. ვერავინ ვერ წავიღებთ ვერსად ჩვენ ვერაფერს. 4 ფიცარი გვაქვს ბოლო ჯამში ყველას.
და ხო შეიძლება ეს დალოცვილი მიწა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ჩვენ მომავალს გქონდეს ნათელი და განათლებული და სუფთა მომავალი. არ შეიძლება?